იცი რა, ჩემი დაკვირვების შედეგია, რომ ფუნდამენტური ყოველთვის ჯანსაღი ურთიერთობის მაინც არის მეგობრობა. და დამიჯერე, ადამიანი, რომელიც შენი მეგობარია, ნამდვილი მეგობარი, ის მარტო აი მისმენს და კაი ტიპია მომენტი არ არის. ეს არის ადამიანი, რომელიც არ გააკეთებს იმას, რაც შენ ზიანს მოგაყენებს და გულს გატკენს. ამიტომ იცი რა, მე ვფიქრობ, რომ ნომერ პირველი საწინდარი კარგი, ჯანსაღი და ბედნიერი ურთიერთობის არის კომუნიკაცია, შეცნობა და მეგობრობა. აი ეს არის საბაზისო მონაცემი. სექსუალურ ურთიერთობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვიტყოდი, ასევე სხვა სპექტრებსაც, მაგალითად, ვნების სხვადასხვა ტიპებს, პეპლებს და ბაჭიებს და ძალიან ბევრ სხვა ეპიზოდებს, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი. ეს არის ერთ-ერთი. ამიტომ ადამიანებმა მთავარია გაითავისონ და გაიაზრონ, რომ კი ბატონო, მატერიალური სპექტრი ძალიან მნიშვნელოვანია, სექსი ძალიან მნიშვნელოვანია, სიყვარული რა არის, ანუ აბსტრაქცია რაღაც, რომელსაც კომპონენტებად თუ ჩავშლით, ბევრად უფრო გასაგები იქნება. რა არის სიყვარული? აი შენთვის რა არის სიყვარული? სიყვარული არის აქტივისცემა, ზრუნვა და ალბათ რასაც საკუთარ თავს გაუკეთებ, ან არ გაუკეთებ, იმას არ გაუკეთებ შენ საყვარელ ადამიანს. აი სწორედ ეგ არის ფორმულა წარმატების და ეგ არის ფორმულა ზოგადად ბედნიერი და ჯანსაღი ურთიერთობის შენების. ამიტომ აი ამ ტიპის ქცევის მოდელი არის სიყვარული და აი ამ ტიპის აღქმა აუცილებლად ეხმარება ადამიანს, რომ ააშენოს რაღაც ფუნდამენტური. მე ვიტყოდი, დავამატებდი, რომ სიყვარული არის კომფორტის ზონა. ადამიანთან, რომელთანაც სიჩუმე არის უხერხული. ადამიანთან, რომელთანაც ამინდზე გიწევს საუბარი, ოღონდაც რამეზე ისაუბრო, ადამიანთან, რომელთან გვერდში ყოფნაც დისკომფორტს გიქმნის და განერვიულებს, რადიოზე ხომ არ გაქვს თმები დაყენებული, ეს ხუმრობით რო ვთქვათ, ხო? როგორ გამოიყურები, რამდენად კარგად ვიზუალური თვალსაზრისით და ასე შემდეგ, აი მსგავსი ტიპის ღელვები, როგორც წესი, აი იმ შენ მეორე ნახევართან, რომელიც ერთ სრულს ქმნის, არ უნდა იყოს. თუ ეს არის, შეიძლება იყოს დაწყებით ეტაპებზე ურთიერთობის, მაგრამ მე ვიძახი, როცა წლებია ურთიერთობა და მაინც მსგავსი რაღაცები გაღლობს, ესე იგი სადღაც რაღაც არაჯანსაღი ხდება. ან ნარცისთან, ან ფსიქოპათთან ცხოვრობ. და ყველა ურთიერთობაში არის რაღაც კრიზისული მომენტები და ეს ნორმალურია თუ უნდა გავერიდოთ და გავიქცეთ? აუცილებელია გადამუშავება, რა თქმა უნდა, მაგრამ არის სიტუაციები, რომ ღირს შენარჩუნებად, არის სიტუაციები, რომ უნდა გაუშვა. ამას ხშირ შემთხვევაში ადამიანები ვერ საზღვრავთ ხოლმე, იმიტომ რომ იმ მომენტში მძაფრი ემოციური ფონი გვაქვს. აქედან გამომდინარე, იცი რა, კრიზისი იმას კი არ განიშნებს, რომ რაღაცა დაგენგრა. კრიზისი იმას განიშნებს, რომ ძალიან დიდი ხანი მიმდინარეობდა ნგრევის პროცესი და ბზარმა ვეღარ აიტანა უკვე თავის თავი და რაღაცა ჩამოგეშალა. ამიტომ კარგი იქნება კრიზისის დროს რატომ მოხდა ეს ყველაფერი, აი ეს შეკითხვა დავსვათ და გავაანალიზოთ. მეორე შეკითხვა ალბათ იქნება, რამდენი ხანია ეს ნგრევა მიმდინარეობს. მესამე შეკითხვა ალბათ, რომ რა გაიპარა? იქნებ რაიმე დავაკელი, იქნებ რაიმე დამაკლო. ანუ ადამიანებმა აუცილებლად უნდა გაანალიზონ როგორც ერთმანეთი, ასევე საკუთარი თავი იმ კონკრეტულ ადამიანთან, რომელთანაც ურთიერთობაში იმყოფებიან.